მე ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ უფრო რაღაცა ისეთი ერთ დიდ სურათში მოვაქცევთ ეს ყველაფერი. არა, აქამენიდებიდან არ დავიწყებ, სულ რაღაცა 2 წელიწად ნახევრის უკან. კარგი. მოგესალმებით, დღეიდან შემოგთავაზებთ ხოლმე მიმოხილვებს საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესების და დღეს იქნება პირველი ეპიზოდი ჩვენი მიმოხილვისა. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ შოთამ მოგესალმებით, გამარჯობა. ჩემთან ერთად დღეს შოთა თხელიძე იქნება ამ მიმოხილვაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ესე ვთქვათ ფორმატთან 52 პარალელის ფორმატთან დაკავშირებით როგორც ძველ ტექსტებში ამბობენ ხოლმე, პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ. ანუ პრინციპში დაუბრუნდეთ ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო მიმოხილვას. ამ შემთხვევაში ძირითადად ინტერნეტ პლატფორმებზე შემოგთავაზებთ ხოლმე ამ მიმოხილვებს, კვირაში ერთხელ ვეცდებით რომ გავაკეთოთ. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. პირველი იყო ის, რომ ესე იგი მიუნხენის კონფერენცია, წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ესეთი საერთაშორისო ღონისძიება დაოსის ეკონომიკურ ფორუმთან ერთად, თუ შეიძლება რომ ერთი ვთქვათ მოვიაზროთ ეკონომიკის ნაწილში საერთაშორისო ყველაზე დიდ ფორუმად მეორე ამ შემთხვევაში იგივე თვალსაზრისით ასევე დიდი მნიშვნელობის საერთაშორისო ფორუმი იყო ყოველთვის მიუნხენის კონფერენცია. ისეთი საეტაპო პერიოდები ახსოვს ამ კონფერენციას, როგორც მაგალითად 2007 წლის პუტინის გამოსვლა, ხო? და რომელიც ეს პოსტსაბჭოთა სივრცე შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ახალი ეტაპის დასაწყისად შეგვიძლია მოუნათლოთ. მაგრამ მოდი დავიწყოთ, რამდენად დღეს ინარჩუნებს მიუნხენის კონფერენცია ამ წონას, ასე ვთქვათ, საერთაშორისო არეალზე, იმიტომ რომ სამყარო იცვლება, ცდება სხვა ფორუმები, ცდება სხვა რეალობა, ყალიბდება სხვა რეალობა და კი, ისევ იქ იკრიბება ძალიან დიდი ნაწილი საერთაშორისო პოლიტიკოსებისა, მათ შორის არა მხოლოდ დასავლეთიდან, არამედ ჩინეთის ლიდერი იყო იქ, ინდოეთის ლიდერი ჩადის ხშირად, ანუ ლიდერები ამ შემთხვევაში საგარეო საქმეების, ვინც წარმოადგენენ ერთი და მეორე ქვეყნიდან, ხო? და მაგრამ მაინც ალბათ უნდა დავუსვათ ეს კითხვა, რამდენად რელევანტურია დღეს მიუნხენის კონფერენცია. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვარსებობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ორგანიზაციულმა ფორმატებმა მეტნაკლებად რაღაც საკუთარი რაღაცა რესურსი ამოწურეს, მიუხედავად ამისა, ეს ფორუმის მსგავსი ფორმატები შეიძლება უფრო იყოს მისაღები ფორმატი ისეთ რეალობაში, სადაც ანუ ეს როგორ გითხრათ, ერი სახელმწიფოს პრიმატი ბრუნდება. თუმცა და რატო არის ახლა ეს? ორგანიზაციული ფორმატები არის რაღაც პასუხისმგებლობებთან, რაღაც მოვალეობებთან დაკავშირებული, რაღაც ფუნქციებთან დაკავშირებული, რომელსაც აი წევრი ქვეყნები იღებენ და ეს პასუხისმგებლობები და აი ეს მოვალეობები დღეს ბევრ ქვეყანას არ უნდა რომ აიღოს. ფორუმები ეს უფრო არის ღია ფორმატი, სადაც რეალურად ხდება გამოსვლა, სადისკუსიო ფორმატი, რაღაც სიახლის შემოტანა საერთაშორისო ურთიერთობებში და საკუთარი დღის წესრიგების დაყენება, რა მხარეს, რა მსოფლმხედველობა აქვს დღეს არსებულ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, სისტემასთან. ამ შემთხვევაში მიუნხენის კონფერენცია მეტნაკლებად შეიძლება ინარჩუნებდეს მნიშვნელობის მინიჭება გააჩნია ჩვენ რაში არ ჩავდეთ, ხო? მნიშვნელობას ვანიჭებთ მას, როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღება. მიუნხენის კონფერენციაზე რაღაცა გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა, ყოველთვის ეს სადისკუსიო ფორმატი იყო. და შესაბამისად ამ ფორმატში ასე ვთქვათ, ეს ფორუმი გააგრძელებს არსებობას, თუმცა უნდა ვახსენოთ ისიც მაინც, რომ მიუნხენის კონფერენცია იყო მაინც უნიპოლარული სამყაროს ნაყოფი, სადაც რეალურად ამ შემთხვევაში დასავლეთი ადგენდა საკუთარ დღის წესრიგს გლობალურ უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სადაც შეიძლება ძირითადად ნარატივები დასავლური პერსპექტივიდან. რა თქმა უნდა, ძირითადად ეხა სხვა მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან ჩასული სახელმწიფოების ლიდერები ძირითადად რაღაცა მოსმენის რაღაცა როლში იყვნენ, თუ რა გაშღერდებოდა დასავლეთის მხრიდან ამა თუ იმ წელს. თუმცა ეს კონფერენციაც იყო რეალურად საეტაპო, აი რეტროსპექტულად რაღაც წლების შემდეგ, როდესაც გავაანალიზებთ ამ კონფერენციას, მივხვდებით, რომ ეს იყო საეტაპო და რაც გულისხმობდა კონკრეტულად გულისხმობ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის
მარკო რუბიოს გამოსვლას, რომელმაც რეალურად ჩვენ წერტილი დაუსვა აქამდე არსებულ ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგს. რომ მან საერთოდ არ ახსენა არც ეს ორგანიზაციული ფორმატები, საერთოდ არ ახსენა დემოკრატიის ცნება, საერთოდ არ ახსენა რაღაც ადამიანის უფლებები, მან რეალურად შემოგთავაზა არა ნეოკოლონიალური ხედვა მსოფლიოს, არამედ კოლონიალური ხედვა და დაახლოებით იგივე, რაც მე-19 საუკუნეში არსებობდა წამყვან იმპერიულ ცენტრებში და მან ესე ვთქვათ დაანონსა ის, რომ დაანონსა რა, შესთავაზა ამ დასავლეთს, გამომდინარე იქიდან როგორც ვახსენეთ ეს მიუნხენის კონფერენცია მაინც მიემართება დასავლურ სამყაროს, რომ ის სტატუს კო, რაც არსებობდა მე-19 საუკუნეში, როდესაც დასავლეთი იყო უპირობო ლიდერი გლობალური მასშტაბით, რომ მას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური წონა, სამხედრო წონა, ეკონომიკური წონა, კულტურული წონა და აი ამ წონებით, ეს უხეშად რო ვთქვათ, ის აწარმოებდა გლობალურ უთანასწორობას, ეს სტატუს კო უნდა დავაბრუნოთ. რომ ამის მაგალითად არ უნდა შეგვრცხვეს, გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ ეპოქამ შექმნა ის რასაც ჩვენ დასავლეთში დავარქვათ ანუ ის ბჭყალებში დასავლური რენესანსი, რომელიც დღემდე ასე ვთქვათ ინერციით მოყვება დასავლეთს. ეს იყო ასე ვთქვათ აი ეს მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომელსაც ჩვენ და გასაკვირად ეს აუდიტორია დაეთანხმა. ხო, ერთადერთი რაზეც ასე ვთქვათ აუდიტორია იყო, ანუ ევროპულ აუდიტორიას გულისხმობ, ევროპულმა აუდიტორიამ რაღაცა ესე ჩუმი რეაქცია მისცა, ეს იყო კულტურული ღირებულებები, ეს იყო ახსენა ქრისტიანული სამყარო ვართო დასავლეთი მარკო რუბიომ, რაზეც ცოტა ესე ვთქვათ სიჩუმე მოყვა დარბაზში, ამას არ მოყოლია, ასე ვთქვათ დიდი ენთუზიაზმი. იქნებ დუმილით დაეთანხმი. დუმილით ხო. ეხა ესეც მარკო რუბიოც გამოსვლაც იცი რა არის საინტერესო, რაც ახლა შენ ამბობ, ანუ განსხვავდება ეს ნარატივი, ეს განწყობა ამერიკისა, ასე ვთქვათ, წინა წელთან შედარებით, ანუ როდესაც ჯეიდი ვენსი იყო ჩასული მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მან გარკვეული თვალსაზრისით უსაყვედურა ევროპელებს ის მოცემულობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მათ შორის დემოკრატიის ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. ხო, ანუ შეიცვალა რამე ამ დამოკიდებულებაში, ანუ შენ რო თქვი რომ დემოკრატია არ უხსენებია, ადამიანის უფლებები არ უხსენებია, მაშინ ვინც ახსენა, მაგრამ არ უხსენებია როგორც თქვათ მიღწევა ევროპელებისა, ხო, პირიქით უსაყვედურა რომ აქ გაქვთ პრობლემებიო, ხო? ანუ ცვლილება ტენდენცია განსხვავებულია, ასე ვთქვათ. ხო, ანუ ვენსის გამოსვლა შარშან ეს უფრო იყო რაღაც ევროპის როგორც შეერთებული შტატების ინსტრუმენტის განახლების ცდელობა, ხო? ის იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობს დღეს ევროპა, აი ამ სახით შეერთებული შტატებისთვის არის გამოუსადეგარი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? რომელიც რაღაც აი ამ ლიბერალურ მსოფლმხედველობას ეფუძნება და იმისთვის არ არის გამოსადეგი, რაც მე ვახსენე წინ, ანუ მარკო რუბიომ რაც შესთავაზა ამ შემთხვევაში დავარქვათ ამ კოლექტიურ დასავლეთს, ხო? ეს იყო უფრო რაღაცა შიდა პოლიტიკური სისტემების განახლების სურვილი, სურვილიც და შეიძლება მცდელობა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ აი ევროპაში დაბრუნდნენ ისეთი რაღაც მემარჯვენე ძალები, რომელთაც არ ექნებათ პრობლემა აი ამ თუნდაც ჩაგვრის ინსტრუმენტებთან, უთანასწორობის ინსტრუმენტებთან, აი ამ კულტურულ განზომილებასთან და ასე თქვა შეთავაზება იყო ეს. დღეს ანუ მარკო რუბიოს ეს გამოსვლა განსხვავდებოდა იმით ამისგან, რომ რეალურად მან ევროპას შესთავაზა მომავლის პროექტი, თუ თქვენ აი ტრანსფორმირდებით ასეთად, როგორც ჯეიდი ვენსმა შესთავაზა ევროპას შარშან, თუ ასე ტრანსფორმირდებით, შემდგომ ერთად, ასე ვთქვათ, ამ ფორმატში მოახდინოთ მსოფლიო მასშტაბით ოპერირება. ხო, როგორც ვახსენეთ, ცოტა ესეთი საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვა ამ რუბიოს გამოსვლას, როგორც დასავლეთში, ასევე შეერთებული შტატების მეტნაკლებად ლიბერალურ მემარცხენე წრეებში, რომ ეს იყო მეტნაკლებად ანუ განსაცვიფრებელი განცხადება, იმიტომ რომ არავინ ელოდა ხო 2026 წელს, რომ შეერთებული შტატების ასე უმაღლესი პრაქტიკულად ხა თუ არ ჩავთვით პრეზიდენტს, რეალურად არის ნომერ მეორე პირია, ხო, როდესაც მსგავს, ხო, ესეც მიანიშნებს რაზე, ხო? რომ ამ შემთხვევაში ჰეგემონი, უნიპოლარული სამყაროს უპირობო ლიდერი შეერთებული შტატები რეალურად კარგავს კონტროლს
რომ არ იყოს ასე, მსგავსი განცხადებების და ტრანსფორმაციის მოთხოვნილება დღის წესრიგში არ დადგებოდა. ეს ცალსახად მიანიშნებს ჰეგემონის კრიზისზე და მიანიშნებს ცალსახად დაპირისპირებაზე იმ, ასე ვთქვათ, რევიზიონისტული ძალების გაჩენაზე საერთაშორისო სისტემაში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. და ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა დღითი დღე უფრო და უფრო ხდება აგრესიული და დღითი დღე უფრო და უფრო ის იყენებს აი ამ hard power-ის ხისტი ძალის ინსტრუმენტებს საგარეო პოლიტიკაში, რომელიც ჩვენ ახლა წლის დასაწყისიდან უხვად უყურებთ ამ კი და ვიდრე გადავიდეთ მაგ hard power-ის ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ ნაწილზე, ანუ ირანის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, ესეც პრინციპში ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანია. საინტერესო იყო თავისთავად ის, რომ აი მიუნხენის კონფერენციის შემდეგ მარკო რუბიო ჩავიდა, ესე ვთქვათ, უნგრეთში და სლოვაკეთში, ხო? ანუ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის გარკვეული თვალსაზრისით მოკავშირეების გაძლიერების ვიზიტები ქონდა, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ განსაკუთრებით უნგრეთში, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს სულ ცოტა ხანში და სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ორბანი შეძლებს თუ არა წარმატებას, ხო? ხო, ну ეს მე მგონი JD Vance-მაც შარშან მსგავსი მესიჯები გაუშვა, რომ აი რა არის როგორი იქნება მისაბაძი პოლიტიკური ლიდერშიპები ევროპაში და ესეც ასე ვთქვათ სიგნალია, ეს ახალი არაფერია, დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ძალიან მოსწონს და მისი სურვილი იქნება თუ ის ხელისუფლებას შეინარჩუნებს. გამოიცა თუ სხვაგან არ ჩასულა, სხვა ანუ ამ ორ ქვეყანაში. უნგრეთში კი ხო, უნგრეთში და სლოვაკეთში. ზუსტად მეც ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მგონი აქ იყო კი. ანუ არც ჩეხეთში და არც იტალიაში ვთქვათ, რომელიც ასევე მიეძრებიან ხოლმე. მარკო რუბიოს კადრები იტალიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქ მარკო რუბიოს გამოსვლაში იყო ის, რაც ჩვენთვისაც, ჩვენი უახლოესი ისტორიისთვისაც საინტერესოა. მან დასავლური ცივილიზაციის დეკადანსი დააბრალა გოდლეს კომუნისტს, უღმერთო კომუნისტებს, აღმოსავლელ უღმერთო კომუნისტებს, რომელმაც მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყეს იმ რესურსების და აი რაღაცა მატერიალური ინსტრუმენტების გამოგლეჯვა ამ დასავლური იმპერიებისგან. ნუ იგულისხმებოდა დეკოლონიზაციის პროცესი, როდესაც აი ეს უზარმაზარი გლობალური რესურსები დათმეს დასავლურმა იმპერიებმა და ამითი ანუ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ შებრუნებულ ლოგიკას თუ ავიღებთ, რეალურად ანუ როგორ მნიშვნელობა მიანიჭა ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის როლს დეკოლონიზაციის პროცესში, რომ ის იყო ამ შემთხვევაში ემანსიპატორული ძალა. და ასევე ამ ფრაზით რეალურად გამოდის ის, რომ აი ცივი ომის დაპირისპირება იყო არა ასე ვთქვათ ეს იდეოლოგიური დაპირისპირება, დემოკრატია, ავტორიტარიზმი, თუნდაც კაპიტალიზმი, კომუნიზმის დაპირისპირება, არამედ ეს დაპირისპირება იყო დასავლეთის მხრიდან საკუთარი რესურსების შენარჩუნებისთვის, რომ საომავლოდ არ დაეკარგა ასე ვთქვათ დასავლეთს აი ეს რესურსები, რაც მე ვახსენე. გარდა ხა მარკო რუბიოს გამოსვლისა, კიდე იყო ორი ძირითადი საკვანძო თემა მიუნხენის კონფერენციაზე. ეს იყო ევროპის სამხედრო სუვერენიზაციის პროცესი, რომელიც ბოლო წლებია მიმდინარეობს, თუმცა რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით არც გადადგმულა და ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ თუ როგორ შეიძლება ეს ევროპულმა მხარემ გადადგას. ნუ შეიძლება ეს საკითხიც განვიხილოთ და მესამე საკითხი ეს იყო უკრაინის თემა. ნუ ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ კვლავინდებურად მოითხოვა ეს უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან, ასევე საომავლო ადგილი უკრაინის ნატოში, რომელიც აღარ ამის საუბრობს. მან გარდა იმისა, რომ მოითხოვა ეს, მან იქ რაღაცა ელემენტი აი ამ მის გამოსვლაში თითქოს იყო რაღაცა ისეთი ელემენტი, რომ გაბუტულია ვიღაცებზე, ხო? ანუ განსაკუთრებით მაგალითად ვიქტორ ორბანზე, რომელსაც დონალდ ტრამპზეც მიანიშნა, რომ პრინციპში შეურაცხყოფა მიაყენა რამდენჯერმე ორბანს და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა არ არის კმაყოფილი იმ დინამიკით, რაც ამ ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ 90 მილიარდის ესე ვთქვათ, სესხი დაამტკიცა ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად რაღაცა ჩანს ეს უკმაყოფილება იმით, რომ როგორ მიმდინარეობს იცი რა, ერთის მხრივ შესაძლოა ეს არის მცდელობა იმისა, რომ ესე ვთქვათ, ბრძოლის ველზე წარუმატებლობა გადაიტანოს და დააბრალოს აი იმ მხარდაჭერის შემცირებას ასე შემდეგ, რაც არ არის ასევე ობიექტურიც არის ამ თვალსაზრისით, ხო? ხო, ანუ მან შეიძლება ვთქვათ, რომ ხა ირიბათაც კი დაუპირისპირდა დონალდ ტრამპს. თავარი ესე ვთქვათ, პრეტენზია ამ შემთხვევაში ზელენსკის არის ის, რომ ის
რაღაცა სრულფასოვანი იზოლაცია, რასაც სრულად დასავლეთი ახდენდა რუსეთის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, ეს იზოლაციური პროცესი უკვე, ასე ვთქვათ, მიდის უკან, უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო გარკვეულწილად იმპულსებს უშვებს იმისკენ, რომ რაღაცა დონის კომუნიკაცია შედგეს რუსეთთან და ესე ვთქვათ, თავარი პრეტენზია იყო შეერთებული შტატების მიმართ, რომ მაგალითად შეერთებული შტატები უკრაინას თხოვს მშვიდობას და დათმობებზე წასვლას და არა ამ შემთხვევაში რუსეთს, ხო? ეს სიგნალები ჩვენ ვნახეთ როგორც მაკრონისგან, რომ რაღაც ტექნიკურ დონეზე რაღაც ჯგუფი შედგა რუსეთთან კომუნიკაციის, არის რაღაცა იტალიური ხელისუფლებისგანაც მსგავსი მოძრაობები და რაღაც თუნდაც პოლონეთის ხელისუფლებისგან, რომ თუ დაჭირდა პოლონეთის ხელისუფლებას, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნოს, მაგალითად ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის მზადაა შეხვდეს პუტინზე და დაილაპარაკოს ამის თაობაზე და ასევე ვნახეთ ესტონეთის და მე მგონი ლატვიის ლიდერები იყვნენ, რომელთაც ასევე მსგავსი. ხო, ანუ ეს პროცესი არის ამ შემთხვევაში ზელენსკისთვის საკმაოდ მტკივნეული, იმიტომ რომ ის იმ პოზიციას და ეს რაღაცა უპირობო ლიდერის პოზიციას, რომელიც წარმოგვიდგებოდა რუსული შეკავების საქმეში, აი ამ პოზიციას თანამედროვე კარგავს. ევროპის, ესე ვთქვათ, სუვერენიზაციის საკითხი ახსენე და პრინციპში ჩვენ უყურებთ რაღაც გარკვეულ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ახალი ამბების დონეზე ხედავთ რაღაცა უთანხმოების ზრდას იტალიას, გერმანიას და საფრანგეთს შორის, ანუ წამყვან სახელმწიფოებს შორის ევროკავშირის, ხო? რამდენიმე პრობლემაა ევროკავშირის წინაშე, ხო, ერთი ეს სუვერენიტეტის პრობლემა, როდესაც ის საკუთარი ძალებით მეტიც აი განხილვა იმისა თუ ეს 90 მილიარდი როგორ დაიხარჯება უკრაინაში, ხო, თან ორწლიანი სესხია, ასე ვთქვათ. 60 მილიარდი აქედან სამხედრო ხარჯია, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილებოდა, იყო ის, რომ ამ 60 მილიარდიდან იქ თითქოს ჩაწერილია, რომ უნდა მოხდეს ეს ევროპული წარმოებისა და უკრაინული წარმოების შეიარაღების შესყიდვა. ამ თანხით, ოღონდ არის დათქმა იქვე გაკეთებული, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინას სასწრაფოდ დასჭირდება რაღაცა ტიპის შეიარაღება და ეს არ ექნება ევროპულ საწარმოს, ასე ვთქვათ, ევროპულ სამხედრო საწარმოს, ამ შემთხვევაში შეუძლია შეისყიდოს სხვისი, ანუ ამერიკული. ანუ ამ ნაწილშიც კი აქვთ აი ამ ორწლიან სესხთან დაკავშირებით აქვთ დათქმა იმისა, რომ იციან თავად რისი წარმოება შეუძლიათ და იციან რომ შესაძლოა უცებ აღმოჩნდეს რომ მათ არ შეუძლიათ მიყიდვაც კი იარაღის არათუ უბრალოდ მიწოდება, ხო? სუვერენიტეტთან დაკავშირებით მე ეკონომიკური საკითხი შემოდის და ერთობის საკითხი. ერთობის საკითხი პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, ანუ ლიდერებს შორის და ერთობა ცალკე სახელმწიფოებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის, ხო? ხო, პირველ საკითხში ეს პრობლემა იარაღის მიწოდების თავად გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ახსენა ბორის პისტორიუსმა, რომ გერმანიას რეალურად, ანუ უკვე თუ არ გაუთავდა, იმდენად კრიტიკულ ნიშნულზეა მისული სამხედრო შეიარაღების რაღაცა მარჟა, რომ პრაქტიკულად აღარ შეუძლია რომ მიაწოდოს უკრაინას სამხედრო შეიარაღება და ეს მინიშნებაც იყო, რომ ძირითადად ევროპა სამომავლოდ მოუწევს მაინც შეერთებული შტატების შეიარაღების შესყიდვა და მე შემდგომ მიცემა უკრაინისთვის. ხო, კაია კალას მახსენა ეს საკითხი ზოგადად სამხედრო სუვერენიზაციის თემაზე, რომ ჩვენ უნდა განსაზღვროთო თუ როგორ ვაპირებთ ამ სამხედრო სუვერენიზაციას ცალ-ცალკე ქვეყნები თუ რაღაცა კოლექტიური ორგანიზაციის ან რაღაცა ფორმატში. ეს არის თავარი შეკითხვა რეალურად. თუ ცალ-ცალკე ქვეყნების სამხედრო შეიარაღების ზრდას რეალურად ხა ვერ ვიტყვით რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ასეთ ფორმატში უფრო მეტი წინააღმდეგობა გაჩნდება წამყვან ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ მაგალითად ხა ეს ისტორიული მეხსიერება არსად არ დაკარგულა მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ რომ დაიკარგოს, ხა საფრანგეთისთვის შეიძლება მიუღებელია გერმანიის ცალსახა უპირობო შეიარაღება და პირიქით გერმანიისთვის საფრანგეთი, იგივე ბრიტანეთისთვის საფრანგეთი და ასე შემდეგ. თუ არ მოხდა კოლექტიური სამხედრო სუვერენიზაცია, მაშინ ესე ცალ-ცალკე გაჭირდება. კოლექტიური სუვერენიზაცია, ну გულისხმობ საერთო გენშტაბი, საერთო სამხედრო სტრატეგია, სამხედრო ასე ვთქვათ კონცეფციის შექმნა, ეს უკვე წინააღმდეგობაში მოდის შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ ნატოსთან, უკვე არსებობს ნატო, შეერთებული შტატები ცდილობს აი საერთო ქოლგის შექმნას, როგორც ტექნოლოგიურ თვალსაზრისით. შეერთებულ შტატებს საყვედურობენ, რომ ის ნატოს ასუსტებს და ასია ეს ყველაფერი. ჩვენ ახლა ამ სიტუაციას უნდა შევხედოთ ასე, რომ
ორგანიზაცია ნატო ბუნებრივია იარსებებს, თუმცა როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებს უნდა ის პასუხისმგებლობა მოიხსნას, რაც არის მეხუთე მუხლი. იმიტომ რომ ტენდენცია მიდის იქით, რომ რაღაც მომავალში შეიძლება დიდი არის ამის ალბათობა, რომ რუსეთ-ევროპის დაპირისპირება ვიხილოთ. და აი ეს ამ კონფლიქტზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არიდება სულ შეერთებულ შტატებს. რომ აი ეს არის ეს გადაბარება, რომ აი დროზე შეიარაღდით, დახარჯეთ თანხები, აი ეს გერმანიის კანცლერის რაღაცა. არა მარტო ზოგადად გერმანიის სახელმწიფოს რაღაცა დაჟინებული სურვილი რომ გახდეს ახალი სამხედრო ძალა ევროპაში, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ეს დაპირისპირება არ არის მითიური. შეიძლება დღეს ასე ჩანდეს, მაგრამ შეიძლება რაღაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება ეს იყოს რაღაცა პრაქტიკაშიც კი განხორციელდეს. კი ბატონო. კარგი, მოდი, იქ ის იყო, რა ქვია, ის საკითხები იყო, რამ ერთობის თემა, ევროპული ერთობის თემა, რომელიც დიდი ხნის საკითხია, ხო? ეხლა დღეს არ ჩანს ეს დაპირისპირება, თუ ამ დაპირისპირების, ესე ვთქვათ, აქტორები იყვნენ ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები, ვთქვათ, ორბანი, ვთქვათ, ფიცო და ვთქვათ, ცენტრი, ევროპული ცენტრი, ასე ვთქვათ, დიდწილად და ეხლა დაემატა ჩეხეთი მაგალითად და ასე შემდეგ. ახლა უკვე საუბრობთ იმაზე, რომ რაღაცა ტიპის, ყოველ შემთხვევაში ჩდება ისეთი ინფორმაციები, რომ რაღაცა ტიპის გერმანულ-იტალიური კოალიცია შეიძლება იყოს, რომელიც მაკრონის ინტერესებს გამორიცხავს და ასე შემდეგ. ანუ ამდენად ეს ჩანს და რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი გაღრმავდეს. ხო, ეს კონკურენცია ყოველთვის არსებობდა შიდა ევროპულ რაღაცა პოლიტიკურ სივრცეში. მელონის და მაკრონის ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია, რაც ურთიერთდაპირისპირებულია. იმიტომ რომ რაღაცა იტალიის ინტერესებს ხშირად მოდიოდა კონფლიქტში ფრანგულ ინტერესებთან, მაგალითად რომ მოვიყვანოთ ლიბია იყო ერთ-ერთი განხეთქილების საგანი, თუ ის ექნებოდა გავლენა ლიბიაში. და როგორც ვახსენე, ეს კონკურენცია და ეს დაპირისპირება იქნება და მით უმეტეს ისეთ საკითხში, რომელიც არის შეიარაღება და უსაფრთხოება, ამიტომ თვითონ რაღაცა ამერიკული ვთქვათ კომენტატორებიც ამბობენ, რომ რაღაცა პრაქტიკულად შეუძლებელია ჩვენ ვიხილოთ რაღაცა სამხედრო სუვერენული ევროპა და რეალურად ამის რესურსიც ევროპას არ გააჩნია. თვითონ როგორც სამხედრო წარმოების ზრდის თვალსაზრისით, ხო, რომ მან დამოუკიდებლად გაუწიოს კონკურენცია რუსეთს. ამიტომ რაღაცა ეს უფრო არის ელიტების თვითგადარჩენის პროცესი, რომ აი ამ თემით უსაფრთხოების სეკურიტიზაციის, პოლიტიკის სეკურიტიზაციით ახდენენ საკუთარი პრივილეგირებულობის შენარჩუნებას, საკუთარი, ასე ვთქვათ, ელიტურობის შენარჩუნებას და იმ ეკონომიკური პრობლემებიდან თავის არიდებას, რაც ამ შემთხვევაში არსებობს ევროპაში. ეს გადაბრალებულია, ჩვენ ვართ რაღაცა გლობალურ დაპირისპირებაში, რომ ახლა ჩვენ ხარჯები მიემართება აქეთ და რაღაცა, მოგთხოვთ იმ რაღაც პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას, რაც არსებობს ამ შემთხვევაში ევროპაში. ეს შეგვიძლია გადავიდეთ სხვა თემაზე, თუმცა ისე უბრალოდ ნახევრად ხუმრობით იტალიის და გერმანიის კოალიცია ცოტა არ იყოს, არ ჟღერს კარგად. ან იაპონიაც ძლიერდება აღმოსავლეთში. არ ჟღერს კარგად, მაგრამ წავიდეთ ახლა ირანისკენ, იმიტომ რომ ირანის თემა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ეს არის სადღაც, რავი, 80 მილიონია ირანის მოსახლეობა. 90 გადასდა. 90 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ჩვენს, ასე ვთქვათ, საზღვართან. და ჩვენსა და მათ შორის არის სახელმწიფო, რომელიც ჩვენსავით არც თუ ისე ძლიერია იმისთვის, რომ მთელი ეს ნაკადები, მთელი ეს ასე ვთქვათ, პოტენციური ზეწოლა, რომელიც იქიდან შეიძლება მოდიოდეს, ამის ნეიტრალიზება სრულად მოვახერხოთ. ამიტომ ჩვენ ის გვაღელვებს, ირანის საკითხი გვაღელვებს და საინტერესო რა ხდება ახლა იქ, იმიტომ რომ მეორე ესე ვთქვათ, რა ქვია მას, ავიამზიდი უკვე ირანის საზღვრებთან არის. ორი ავიამზიდის, ესე ვთქვათ, საზღვართან მიყვანა, არც თუ ისე უხარჯო რამეა, ასე ვთქვათ, და ამ ხარჯსაც გარკვეული თვალსაზრისით გამართლება სჭირდება. შესაძლოა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს იყოს შანტაჟის მექანიზმი და ალბათ არის კიდევაც, ასე ვთქვათ. დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა ტრამპმა, რომ 10-15 დღე აქვს ირანს იმისთვის, რომ მოლაპარაკებებს დათანხმდესო. მაგრამ მაინც საინტერესოა, რომ რა ხდება და რაში შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს, ხო?
მე ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ უფრო რაღაცა ისეთი ერთ დიდ სურათში მოვაქცევთ რაღაც ეს ყველაფერი. არა, აქამენიდებიდან არ დავიწყებ, სულ რაღაცა 2 წელიწად ნახევრის უკვე. 7 ოქტომბერი 2023 წლის იყო ის მოვლენა, რომელმაც გახსნა ეგრეთ წოდებული პანდორას ყუთი და რეგიონული პროცესები წავიდა იმ მიმართულებით, რომლის უკან შებრუნება შეუძლებელი იყო. გულისხმობ აი ყველა, ანუ ის კონსერვირებული დაპირისპირება, რაც არსებობდა რეგიონში ისრაელ-ირან შორის, ეს კონსერვირებული დაპირისპირება აი 7 ოქტომბერმა გახსნა და შეუძლებელი, როგორც ვახსენე, შეუძლებელი იყო ამის ხელახალი კონსერვირება. და ანუ აქეთ ჩვენ ვხედავთ, ხო, იქიდან მოყოლებული ცალკე ჰამასთან დაპირისპირება, ჰეზბოლასთან დაპირისპირება, ჰუსიტებთან ომის შეერთებული შტატების და ცალკე ისრაელის ჩვენ ნახეთ თავდასხმა ირანზე, ჯერ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა თეირანში, მერე 12 დღიანი ომი, შემდგომ ეს წელს იანვარში მოვლენები, რომელიცაც თქვა საკმაოდ ჩართული იყო გარეძალები ამ პროტესტებში და დღეს ეს პროცესი გრძელდება. უბრალოდ ეს არის რაღაც ირანთან კონკრეტულად ირანთან დაპირისპირების მესამე ფაზა არის. ყველა ის ასე ვთქვათ ინსტრუმენტი ცადეს, ეკონომიკური სანქციები ცადეს, ცადეს შიდა არეულობა, ცადეს კონფლიქტი და ეხა არის რაღაცა ცალკე ისრაელს არ გამოუვიდა ეს სამხედრო წნეხი და დღეს არის უკვე ასე ვთქვათ საბოლოო ნიშნულზე მისული, რომ შეერთებული შტატების დახმარებით საბოლოოდ გადაწყვიტონ ეს ირანის საკითხი. ხო, მიზანი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი ეს არის ირანის ხელისუფლების ცვლილება და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. ხო, აქ არის მნიშვნელოვანი რისთვის, ხო, ანუ რატომ უნდა შეცვალო ხელისუფლება და ხელისუფლების ცვლილება ინსტრუმენტია, მაინც რაღაც მიზანი სხვა არის. ხო, მაგას მივალ, კი ბატონო, ამოცანა არის და მეორე ამოცანა შეიძლება იყოს ირანის როგორც სახელმწიფოს დაშლა, ტერიტორიული დაშლა. შეიძლება პირველი იყოს შეერთებული შტატების სურვილი ამოცანა, ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ მეორე დაშლა ეს არის ისრაელის სურვილი. იმიტომ რომ თუნდაც რეზა ფაჰლავის მეფობა მაჩვენა ის რომ თუ კი ირანი იქნება აი მოცემულობაში ამ რესურსებით ყოველთვის იქნება იმის რისკი რომ ირანის ხელისუფლება გახდება ასე ვთქვათ დაუმორჩილებელი წყალებში ვთქვათ იმიტომ რომ ბოლო წლებში რეზა ფაჰლავმა დაიწყო აქეთ და დაუმორჩილებელი და ეს ნიშნავს ანტიისრაელურს თუ არა ნაწილობრივ იმიტომ რომ ირანის რესურსები აძლევს ამ ქვეყანას საკუთარი ზომა რესურსები ადამიანები ცოდნა ტექნოლოგიები აძლევს იმის შესაძლებლობას რომ იყოს სუვერენული შესაბამისად ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჩნდება ცდუნება რომ ის გახდეს სუვერენული ამიტომ არის რომ ისრაელის მიზანი შეიძლება არ იყოს თუნდაც მარიონეტული ხელისუფლების ყოფნა ირანში იმიტომ რომ სამომავლოდ მაინც რისკებს აჩენს და მიზანი შეიძლება იყოს დეზინტეგრაცია როგორც მაგალითად ლიბიიზაციის პროცესი ხო ამერიკის ინტერესი ხო, ანუ დღეს გლობალური დაპირისპირება გადის რეალურად, რამდენიმე მიმართულებით. პირველი შეიძლება ეს ვთქვათ, ენერგორესურსებს, ვინფლობს ენერგორესურსებს. მეორე ეს არის სავაჭრო გზები, მესამე ეს რაღაც შეიძლება ვთქვათ, აი ეს ბუნებრივი რესურსები, რაზეც შემდგომ შენდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ეს და მეოთხე ვალუტა, რომელიც იქნება ვაჭრობა ანუ ეს ირანი არის აი ამ ორი მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის, ხო? არა მარტო მაგალითად ჩინეთს შეეზღუდება ირანის დესტაბილიზაციით ნავთობმომარაგება, არამედ ეს რესურსი გადავა უკვე შეერთებული შტატების მხარეს და მაშინ ან ის გაამყარებს ამითი პეტროდოლარს, რომელიც გამოყენებასაც მსხვილი მოთამაშეები თანდათანობით ამცირებენ. ანუ რამდენიმე კურდღელს იჭერს, მოდი ასე ვთქვათ, ირანთან კონფრონტაციით შეერთებული შტატები და მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, რომ ისრაელი უნდა გახდეს ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიის მთავარი მაკონტროლებელი სახელმწიფო. ანუ ჩვენ თუ აღვიქვავთ ისრაელს როგორც შეერთებული შტატების რაღაც გაგრძელებას ამ რეგიონში, რეალურად ისრაელი გახდება, ასე ვთქვათ, მთავარი მაკონტროლებელი მთლიანად პრაქტიკულად იმ ენერგორესურსების, რაც არსებობს სპარსეთის ყურეში და მთლიანად იმ სავაჭრო გზების, რაც არსებობს ახლო აღმოსავლეთში, იქნება ჰორმუზის სრუტე, ბაბ-ელ-მანდების სრუტე,
სუეცის არხი და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ მსხვილი გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიზანი შეიძლება მიიღწეს ამ. კარგი, ეხლა მოდი ესე შევხედოთ ამას. ამიტომ არის რომ რისკად უღირს ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ისრაელს. ხო, მოდი, აი რისკად უღირს ეგ ვთქვათ ახლა ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ორი ავიამზიდი ხშირად ამბობენ იმას, რომ ეხლა ეს იმ 12 დღიან კონფლიქტს ვერ დაემსგავსება, ვერ იქნება იმ მასშტაბის, როგორიც იყო ის 12 დღიანი. ანუ რეალურად თუ ამოცანა არის ხელისუფლების ჩამოცილება, ხელისუფლების, დესტაბილიზაციის გამოწვევა მინიმუმ და თქვათ ისრაელის ამოცანას თუ ემატება ამას ყველაფერს რომ დაშლა, ეს ყველაფერი მოითხოვს რაღაც სახმელეთო ოპერაციას, ხო? ანუ იქ შესვლას, ანუ მასშტაბური ოპერაციის განხორციელებას. ანუ 12 დღიანი, ესე ვთქვათ, წერტილოვანი დარტყმებით ამ ამოცანის მიღწევა თითქოს შეუძლებელია, ხო? ანუ რისკზე შეიძლება წავიდნენ. ანუ ვთქვათ, ჩემი სცენარი, ჩემი მოგრძალებული ხედვით შეიძლება მოვლენები განვითარდეს შემდეგი სცენარით. შეიძლება შეერთებულმა შტატებმა ომის წარმოების დაწყების პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღოს, ეს ისევე გააკეთოს ისრაელმა, იმიტომ რომ უკვე ისრაელს ერთხელ უკვე გაკეთებული აქვს და პასუხი არავის მოუწევს. პრინციპში არაერთხელ. ხო. და ნუ ასე ვთქვათ, ვითომ ისრაელის ასე ვთქვათ დასახმარებლად ჩაერთოს შეერთებული შტატები ამ კონფლიქტში, მაგრამ თავარი ასე ვთქვათ, ამოცანები რა იქნება? სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებზე თავდასხმა, რადარებზე თავდასხმა, ენერგორესურსების საწარმოებელ პუნქტებზე თავდასხმა და პოლიტიკურ ლიდერშიპზე თავდასხმა. ამის პარალელურად ჩვენ პრაქტიკულად არათუ არ უნდა გამოვრიცხოთ, უნდა მოველოდოთ იმას, რომ ისევ შიდა, ასე ვთქვათ, დივერსიული ჯგუფები ამოქმედებიან როგორც ურბანულ ცენტრებში, ასევე იმ პერიფერიებში, სადაც არსებობს სეპარატიზმის ნიშნები ირანში და ამის ნიშნები ჩვენ ვნახეთ აი ამ იანვრის თვეში, რომ ანუ ამ შემთხვევაში პესიმიზმს ირანთან მიმართებაში აჩენს ის, რომ 12 დღიანმა ომმა გამოავლინა გარკვეული დივერსიული ჯგუფები. ჩვენ უნდა გვევარაუდა, რომ ირანის უსაფრთხოება და სადაზვერვო სამსახურები ამ ქსელს მაქსიმალურად აღმოფხვიდნენ. თუმცა იანვარმა აჩვენა, რომ არათუ აღმოფხვრეს, რაღაცა ვითარება კიდევ უფრო გართულებული იყო, ხო, რამდენიმე ასეული სტარლინგი და ამდენი, ასე ვთქვათ, ძალადობრივად მოქმედი ადამიანი დარბოდა ქუჩებში, ხო და ასევე ვნახეთ ქურთული დაჯგუფება, რომელიც ცდილობდა ირანში შეპარვას რაღაც სხვადასხვა დივერსიებისთვის. ანუ ეს შიდა უსაფრთხოების სისტემის მსგავსი გაუმართავობა აჩენს აი მოლოდინს, რომ შეიძლება მომავალშიც იგივე ვითარება ვიხილოთ. ანუ დივერსიული ჯგუფები ურბანულ სივრცეებში მოახდენენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ის პოლიცია, რაღაც მედია, თუნდაც პოლიტიკური ინსტიტუტები და პერიფერიებში აი ეს დივერსიული ნახევრად სეპარატისტული ჯგუფებმა შეიძლება დაიწყონ მოქმედება. ანუ ის სცენარი, რაც ჩვენ ახსენე, რომ სამხედრო ინტერვენცია მოხდეს, ეს ბუნებრივია გამორიცხულია. უბრალოდ შეერთებული შტატების და ისრაელის ბრჭყალებში დახმარება ამ ჯგუფების იქნება აი ეს გარედან, რომ აი ეს თავარი ძალაუფლების ცენტრები ჩამოშალოს. კარგი და თქვა არ გამოუვიდეთ. მე რა ხდება? ანუ აქ ორი საკითხი, ანუ არ გამოუვიდეთ მე რა ხდება და რა პოტენციალი აქვს ირანს, რით შეიძლება უპასუხოს? ირანის სტატუს-კვო რა არის? ირანს აქვს საკმაოდ სუსტი ავიაცია, პრაქტიკულად ის გამოუსადეგარია მსგავს კონფლიქტში. ირანს აქვს საკმაოდ სუსტი თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, ნუ ისეთი არა როგორც მაგალითად ჩინეთს და რუსეთს აქვს, ხო? რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად გაანეიტრალოს ის ავიაიერიშები, რაც და 12 დღიანმა ომმა აჩვენა ისეც, რომ ამ ავიაიერიშების გაანეიტრალება პრაქტიკულად არ შეუძლია. ძლიერი მხარე რაც არის ირანის, ეს არის ყვადაღებული ეს ბალისტიკური რაკეტები, დრონების სისტემა და საზღვაო დრონები. ანუ ამაზე აქვს გათვლა ირანს, რომ მაგალითად ომის დაწყების შემთხვევაში ამ ბალისტიკური რაკეტებით ის სამხედრო ბაზები, სადაც ეს ავიაცია განლაგებული და ის გემები, რაზეც ავიამზიდები ისრაელზე იერიშის მიტანა, რომ ასე ვთქვათ, იმ ბაზებიდან ვეღარ მოხდეს ავიაციის აფრენა და ანუ საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ათეული
ავიატანკერი ჩაიყვანა აი ამისთვის ზუსტად. რომ თუ ბაზებზე მოხდება თავდასხმა, ნუ იქიდან თვითმფრინავები ვეღარ აფრინდება, ნუ რაღაც თუნდაც რომ ასაფრენი ბილიკი დაიბომბოს თვითმფრინავი ვეღარ აფრინდება, თუნდაც ავიამზიდიც რომ დაიბომბოს, დრონიც რომ მოხდეს, მაგალითად ასაფრენ ბილიკს იქიდან უკვე ვეღარ აფრინდება თვითმფრინავი ავიამოიერიში. ამიტომაც არის ეს ავიატანკერები საკმაოდ მსხვილი რაოდენობით იქნა ჩაყვანილი. მეგონი თბილისშიც იყო ერთ ჩამოფრენილი და თურქმენეთში ერთ ბაქოში არის ერთი და ნუ იორდანიაში საკმაოდ ესე ვთქვათ ბევრი რაოდენობა მსხვილი. ხო, ანუ ეს სცენარები არის გაწერილი. ასევე ეს ჰორმუზის სრუტის საკითხიც, რომ მაგალითად დანაღმა არის საკმაოდ იოლი ამ შემთხვევაში ირანის კუთხით და ნუ ასე ვთქვათ ეს ისეთი კონფლიქტია, სადაც ფსონების ჩამოსვლა არის საკმაოდ რთული. რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა ესეც უნდა აი დავამთავრებ. თუ კი 12 დღიანი ომის დროს ირანმა რაღაცა, როგორ ვთქვათ, ბოლომდე არ მიიყვანა საქმე, რაღაც შეჩერდა, გააჩერეს, მოდი ასე ვთქვათ, საერთაშორისო წნეხი იყო, რომელიც მედია სივრცეში არ ამოსულა. დღეს უკვე ისე არის სიტუაცია, რომ თუ კი ეს კონფლიქტი დაიწყო, არ ამგონია რაღაცა აი ამ შუაგზაში შეჩერდეს ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე. აი ეს ქმნის ამ კონფლიქტს საკმაოდ კრიტიკულს და ეს აჩენს ბირთვულ რისკსაც, რომ მაგალითად თუ იმ ოდენობით, ანუ იმ ხარისხის თავდასხმა მოხდა ისრაელზე, რომელიც ამ ქვეყნის რაღაცა ვალიდურობას, ნუ შეიძლება ეგზისტენციალურ მისი არსებობის ვალიდურობას უქმნის საფრთხეს, შეიძლება იქნას ბირთვული რაღაცა რისკები ჩნდება. მოდი ესეთი რამე ვთქვათ, ხო, ანუ ეს რაზეც ვილაპარაკეთ, აი ეს მიზეზები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, ესენი მაგიდაზე არ ალაგია, ასე ვთქვათ. ხო, ანუ მე გულისხმობ, რომ მხარეები ამაზე არ აპელირებენ. მხარეები ამბობენ, რომ რაღაც ბირთვული პროგრამა უნდა შეჩერდეს, ბალისტიკური რაკეტები უნდა შევზღუდოთ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად აი მაგალითად ის მიზნები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება ქონდეს, ან ისრაელს შეიძლება ქონდეს, ამაზე ხო ჯერ ერთი მოლაპარაკებაც ვერ გაიმართება ამაზე, ხო? ვერავინ ვერ ეტყვის, რომ მოდი ახლა მე და შენ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ წახვიდე ხელისუფლებიდან, ან როგორ დაგშალო. შესაბამისად, ანუ ამას რამე წონა საერთოდ აქ ამ ურთიერთობაში, რაზეც ლაპარაკობენ, ანუ ბირთვულ პროგრამას, ან ბალისტიკურ ეს საერთოდ არის ისა რეალური დღის წესრიგია, ამას შეუძლია გადაწყვიტოს ეს საკითხი. ხო, აი ამ თემაზე მინდოდა კომენტარიც გაკეთება და კარგია რომ დასვია შეკითხვა. ბირთვულ მოლაპარაკებებზე იმდენი არის უკვე ნალაპარაკები და შეთავაზებები გაკეთებული, აქედან როგორც ერთი მხრიდან მეორე მხრიდან, თუ ამ საკითხზე უნდათ მხარეებს რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ეს აქამდე უკვე გადაწყდებოდა. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრობლემა არ არის ირანის ბირთვულობა, სულ რომ ხვალ გააკეთოს ბირთვული იარაღი, ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის თავად ირანი და მისი ხელისუფლება, რომელიც არის სუვერენული ხელისუფლება. ვახსენე კიდევაც რეალურად მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც აბსოლუტურად არავის არ ეკითხება, რას გააკეთებს და არის და ყოველ დღე მისი ტექნოლოგიური განვითარება იზრდება. აი ეს არის ამ შემთხვევაში რისკები ისრაელისთვის და შეერთებული შტატებისთვის. ამიტომ ამ ბირთვულ მოლაპარაკებებზე თვითონ ირანელი კომენტატორებიც ამბობენ, უბრალოდ ვერ ხვდები თუ რატომ მიმდინარეობს რაღაცა ჩვენ დიპლომატიურ ეტიკეტს და ნორმებს არ ვღალატობთ უბრალოდ. ამის გარდა დროის მოგების ამბავიც არის ალბათ. დროის მოგებაც, ნუ რეალურად უკვე ომის დაწყების გზაობა ირანს ეხლაც აქვს რაღაცა ეს ნუ რაღაცა ჩიტი ბრტყნად ღირს მაგრამ რაღაცა თუ გველაპარაკებიან ვილაპარაკოთ. თუმცა ის შეცდომა რაც დაუშვეს 12 დღიანი ომის დასაწყისში რომ რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თოხაში და ამის პარალელურად მოხდა თავდასხმა, მსგავსი შეცდომა რეალურად დღეს უკვე გამორიცხულია ირანის მხრიდან. მეორე საკითხი ხა ეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დასრულება და 300 კილომეტრამდე რადიუსის შეზღუდვა, ეს რეალურად არის რომ უარი თქვა საკუთარ უსაფრთხოებაზე ირანმა და რაღაცა შემდგომ ისრაელმა იული ომი აწარმოოს ირანის წინააღმდეგ. ანუ პასუხგაუცემელი ომი აწარმოოს. ესეც ცოტა კი ბატონო. შეგნებულად არის დაყენებული ისეთი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება შეუძლებელია. და ამითი ცდილობს, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატები, რომ ასე საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ აი ირანი არის ეგრეთ წოდებული rogue state, რომ არაფერს არ მითახდება, ხო? მე რაღაცებს თავაზე ის არ მითახდება და ის არის დამნაშავე. აი ეს საერთაშორისო რაღაც პროტესტები, რაც არის ირანის წინააღმდეგ, რაც იანვრის თვეში დაიწყო,
ესეც რეალურად არის პროცესი იმისთვის, რომ აი ეს პოტენციური ომი არ გახდეს პროტესტის მიზეზი. ხო, მაგალითად ერაყის ომის დასაწყისში უზარმაზარი პროტესტები იყო მსოფლიო მასშტაბით, როგორც ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, რომ არ უნდა დაწყებულიყო ეს ომი. ავღანეთის ომთან არ იყო მსგავსი ტიპის, თუმცა იქაც იყო უკმაყოფილება. ყველა ომის წინააღმდეგ იყო რაღაცა უკმაყოფილება ევროპულ დასავლურ საზოგადოებებში და ესეც რო გამორიცხონ ეს წინააღმდეგობი პროტესტი, რეალურად აი ეს იანვრის მოვლენები იქნა გამოყენებული ამისთვის, რომ რაღაცა ლეგიტიმაცია მისცენ ამ ომს. ახლა რეალურად ჩვენ ხედავთ საწინააღმდეგო პროტესტებს, ხო? ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტებს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში და კი, კარგი, მოკლედ ერთი თემა ვახსენეთ ამ მიუნხენის კონფერენციასთან დაკავშირებით. რაღაც ეს ნეო არა, რაღაცა კოლონიალიზმის რენესანსის. ხო, ნეო არ არის, კოლონიალიზმი. ხო, რაღაცა კოლონიალიზმის და ისე რა ქვია, შემოbrunების ნარატივი, მეორე ამ შემთხვევაში აბსოლუტური, ასე ვთქვათ, hard power-ით შანტაჟი ირანის და გადავიდეთ ახლა მესამე თემაზე, რომელიც ძალიან საინტერესო ჯდება ამ ასე ვთქვათ, თან მიმდევრობაში მშვიდობის საბჭო, ტრამპის მშვიდობის საბჭო, ხო? ის ამ საბჭოს ესე ვთქვათ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა ამერიკაში, სადაც ვთქვათ ამ დამფუძნებელი წევრები შეიკრიბნენ სახელმწიფოების წარმომადგენლები. ჩვენი მეზობლებიც იყვნენ აზერბაიჯანიდან სომხეთი. მაშინ აბერბაიჯანის და ალბანეთის ლიდერები. ისინიც იყვნენ, მოკლედ რა არის ეს საბჭო ახლა? ანუ ერთის მხრივ აი რაც წევან ვახსენეთ, აი ეს რაღაცა ვთქვათ, ძალით შანტაჟი, იქ ვენესუელა უნდა ვახსენოთ, ამ ყველაფერი ეს ძალის დემონსტრირების მცდელობა, იქ გრენლანდია და მეორეს მხრივ მშვიდობის საბჭო, რომელმაც თითქოს ღაზა უნდა აღადგინოს, ხო? ეს არის შეერთებული შტატების მცდელობა, რომ გაანადგუროს ყველა ის სისტემა, რაც შექმნა მან თვითონვე ორგანიზაციული სისტემა. ანუ გლობალური წესრიგის სისტემები, ხო? ნუ თავი დავანებოთ ახლა ეს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და შემდეგ. ეხლა საქმე არის მისული თვითონ გაეროზე. ანუ გაეროს არსებობა უკვე შეერთებული შტატების ინტერესებში აღარ შედის. იმიტომ რომ გაერო მას აქცევს, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში. და ასე ვთქვათ, ის იმპერიული დეკადანსი რამდენად ეფექტურია ეს ჩარჩოები ახლა ამასთან იყოს დაპირისპირებაში? რაღაც მომენტში მაინც არის, ხო, რაღაც უშიშროების საბჭოა, იქ რაღაცა ვეტოს უფლება აქვს სხვა ქვეყნებს და არსებობს რაღაცა n რაოდენობის ადამიანის უფლებათა კონვენციები, სხვადასხვა შეზღუდვები, ნორმები, რომლებიც ახლა აღარ მის ინტერესებში არ შედის, თუნდაც რაღაცა ვერბალური ანგარიში გაუწიოს, აი ამ, რაც ვახსენე, ხო, მარკო რუბიოს გამოსვლა რეალურად იყო აი ამის ხაზის გადასმა, რომ ეს საერთოდ აღარ გვაინტერესებს. ამიტომ ეს Board of Peace ეს არის რაღაცა საკმაოდ ცოტა ვულგარული მცდელობა გაეროს ჩანაცვლების, რომ აი და ყველაზე პარადოქსულია, სასაცილო ისაა, რომ აი მშვიდობის საბჭოში ერთადერთი ქვეყანა ვეტოს უფლების, ეს არის შეერთებული შტატები. ანუ რაღაცებს შეიძლება რაღაცებზე იმსჯელონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტან შეერთებული შტატები. ესეც მიანიშნებს აი კოლონიალურ იმპერიულ წარსულთან დაბრუნების მცდელობას, ხო? ეხლა თუ შევხედავთ ეხლა რა ქვეყნები დაესწნენ ამ იმას, ხო, ეს ანუ სისტემური ქვეყანა არც ერთი არ ყოფილა, ხო? თვითონაც გამოთქვა სინანული დონალდ ტრამპმა, რომ აი ჩინეთი და რუსეთი არ აპირებენ შემოერთებას, თუმცა მომავალში შეიძლება შემოერთდნენ, ხო? არც ევროპულმა ქვეყნებმაც უარი თქვეს საფრანგეთმა. რუსეთის შეთავაზება ძალიან საინტერესო იყო თავის დროზე, როდესაც უთხრეს, რომ აიო, ჩვენ მზად ვართ, ფულით გადავიხადოთ ის 1 მილიარდი. ოღონდ იმ გაყინული აქტივებიდან, რომელიც თქვენთან ინახება. ფოტოშორის ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც ის 1 მილიარდი მართლა შესთავაზა ამ უშიშროების და მშვიდობის საბჭოს. ხო, ეხა ეს როგორ ვთქვათ, ცოტა რაღაცა დიპლომატიური ცირკი უფროა, ვიდრე რაღაცა სერიოზულად ამ მშვიდობის საბჭოს განხილვა, ჩემთვის ცოტა რაღაცა არათუ მიუღებელი, ცოტა შეუძლებელიც არის. თან ეხა დავაკვირდეთ რა საკითხზე არის შექმნილი ეს საბჭო, ხო? მშვიდობის საბჭო იქმნება ღაზის გენოციდზე, ხო? ანუ ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა მომავალში რაღაცა მშვიდობისთვის
იღვაწონ სახელმწიფოებმა, რეალურად საბჭო არის შექმნილი, რომ პალესტინის სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, საერთაშორისო უფლება, რომ კონდეს სახელმწიფო, მას უუხმებენ ამ უფლებას, საერთოდ ნიველირებენ მოსახლეობას, ან პალესტინელი ერს ნიველირებენ და ნიველირებენ ტერიტორიას. ანუ ესეც არის ეს იმპერიული გამოხატულება ამ ორგანიზაციის თვითონ მშვიდობის საბჭოს. ამიტომ ამ საბჭოში წევრობა რაღაცა ესე ვთქვათ პროგრესული იდეების მქონე სახელმწიფოსთვის ჩემი ცოტა ესეთი ოდიოზურად შეიძლება ჩანდეს, რომ ეხა შენ მიდიხარ ამ ორგანიზაციაში, რომელიც რაღაცა აბორიგენი მოსახლეობისგან დამოუკიდებლად მათ უკითხავად წყვეტს იმ ტერიტორიის ბედს და წყვეტს ეხა სასარგებლოდ მხოლოდ ერთი ქვეყნის თვის. აი ეს ყველაფერი რაღაცა ოდიოზურობას ქმნის რა, რაც ცოტა რთულია საკომენტაროდ. ხო, მოკლედ ნახოთ ეხლა დავალოდოთ შემდეგ კვირაში რა იქნება კიდე განსახილველი, ალბათ საინტერესო პროცესები გვექნება. არ ვიცი, რამდენად იქნება დაცული ის 10-15 დღიანი პერიოდი ირანთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს იცვლება ხოლმე. ზოგჯერ შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს, ჩვენ გვახსოვს. მან პრობლემა ისაა, რომ განუსაზღვრელი ვადით აი ამ ავიამზიდების იქ-ყოფნა, აი ამ ავიამოიერიშების თითქმის უკვე 100 გადაცდა ავიამოიერიშების რაოდენობა, განუსაზღვრელი ვადით იქ-ყოფნა და შენარჩუნება არის ხარჯი, დამატებითი ხარჯი, თვითონ აი სამხედროებსაც აქვს საკუთარი ახლა რესურსი, რაღაცა ზღვაში იყო და რაღაცა, ანუ რაღაც ულიმიტოდ ვერ იქნება. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა მაქსიმუმ. ან დაჟე თვეებზეც არ არის აქ საუბარი. კი, მე უბრალოდ ვიგულისხმე ის, რომ ჩვენ ქონია მანამდეც რაღაცა გარკვეული განცხადებები, მათ შორის ტრამპის მხრიდან, რომ აი ამდენი დღის შემდეგ ხო, თუმცა ეხლა ეს როგორც აცხადებენ, ერაყის ომის შემდგომ ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზება რეგიონში. მოკლედ დავაკვირდით ამ პროცესს, ეს საინტერესო პროცესია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებით სენსიტიურია ჩვენი რეგიონისთვის და ნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. მადლობა შევსვენ. ჩვენ დაგემშვიდობებით, შევხვდებით უკვე მომდევნო განხილვისას, მომდევნო კვირაში. კარგად იყავით.